როგორც მადრიდში ვაშენებ ჩემს ცხოვრებას, ისე მინდა პარალელურად რომ საქართველოში ჩემი მომავლის სახლი ჩენდებოდეს. ემიგრაციაში ცხოვრებისას კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ დრო ძალიან სწრაფად გადის და მომავლის მზადება დღეს უნდა დავიწყო. ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოსვის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეგ არის რომ ბინების პროექტები დამეთვალიერებინა. და რა თქმა უნდა ადამიანს რომელსაც ბინის ყიდვა სურს მოვიძია ინფორმაცია და ერთ-ერთი პროექტი აღმოაჩინა რომელსაც ჰქვია Avenue, იგივე ახალი გამზირი. სადაც პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სამანქანო გზა და პირველი საფეხმავლო რეკრეაციული ხიდი რომელიც ფარნავაზ მეფის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანს დააკავშირებს. იქნება მთლიანად საფეხმავლო და არ გადაიკვეთება სამანქანო გზას. გარდა ამისა დაგეგმილია 25000 კვადრატულ მეტრზე მეტი რეკრეაციული ზონა, სპორტული დარბაზი, პადელის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, საბავშვო ზონები, სამუშაო სივრცეები, ოფისები, რესტორნები, მაღაზიები და ყველაფერი რაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს დასჭირდეს. აქ ყველაზე მთავარი ინფორმაცია არის იცით რომ 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით Avenue-ს ჩვენთვის, ანუ ემიგრანტებისთვის სპეციალური შეთავაზებაა. შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში, როგორიცაა გრძელვადიანი უპროცენტო განმავლობის შემთხვევაში 8000 ლარამდე ფასდაკლება, ხოლო ერთიანი გადახდისას დამატებითი 7%-იანი ფასდაკლება, სადაც მომხმარებელი 15-დან 38000 ლარამდე დაზოგავს. ამიტომ შეიძლება დღეს სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მაგრამ საკუთარი სახლის ისტორია საქართველოში ახლა იწყებოდეს.